დის პირდაპირ ეთერში დიტო მარინაშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმები ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის ეს განსაკუთრებული მზნობიარე გადაცემა და დარწმუნებული ვარ, რომ გულგრილი არც თქვენ არ დარჩებით სულ რამდენიმე დღის წინ. არა მარტო ქართული, ეს არის ჩვენი ქართული სპორტის და წყალბურთის ლეგენდა და ასე უწოდებდნენ იმხანად მსოფლიო წყალბურთის პროფესორი. ეს არ გახლდათ გადაჭარბებული ტიტული თავისი კლასით, თამაშის ხარისხით, ვისაც თუნდაც ერთხელ მქონდა შესაძლებლობა, რომ ბატონი ვოვა ისელიძის თამაში უშუალოდ ენახა თვითონ ლაგუნაზე, აუზზე, მერწმუნეთ, რომ მსგავსი შეფასება მისთვის უცხო ნამდვილად არ იქნება. ბატონი ვოვა იუბილარია და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, ლევანჩი პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ, მოგილოცოთ იუბილე. თქვენ იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნის, რომელთა ჟამთასვლა ვერაფერს ვერ უშობა. ისევ ხნედ, არა მარტო ხნედ, ისევ მოვადეთ, მართლა პატარა ბიჭებით გამოიყურებით, ისევე სწორები, ისევე მუშტი, სხვა შორის მე მინდა მეგობრულად გავიხსენო, რომ აი საბჭოურ ეპოქაში ხო ერთ-ერთი განსაკუთრებული ჩაგვრა, რაც საბჭოური რეჟიმიდან მოდიოდა, სწორედ ქონდა ქართულ წყალბურთს დაწყებული ჩინოვნიკებიდან დამთავრებული მსაჯებით, უხეშად რო თქვა, ბატონოვა ყველა სახეობაში ბოლო-ბოლო შინაური მსაჯებით თბილისში მაინც ყავდა წყალბურთის გარდა. წყალბურთში ოცნებობდით, ნორმალურად ემსაჯა. მაგრამ თქვენ რო ერთს დაიქუხებდით ხოლმე, ხო? აი იმ მომენტში მსაჯიც და მეტოქეც გარინდებული იყო და საკმაოდ დიდი რიდი და ის ქონდა. ძალიან იშვიათად გამოდიოდა წონასწორობიდან, მაგრამ ტრისას თუ გამოვიდოდა, ერთი დარტყმით სვავდა და მაქსიმუმ 3 დარტყმით შლიდა. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს გათმოცებით ვიცი, მაგრამ ამასაც აუცილებლად ისე შევეხებით. უბრალოდ მე მინდა პატარა წარდგენა გავაკეთო. ეს არის ესეთი მშრალი ციფრები, რომელიც თქვენ რა თქმა უნდა უდიდეს კარიერას ნამდვილად არ ასახავს, მაგრამ ამის გაჟღერება არის აუცილებელი. სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი, 11 წლის მანძილზე თბილისის დინამოს კაპიტანი. თბილისის დინამოს შეალია მთელი თავისი სიყრმე და ახალგაზრდობა და საუკეთესოები. 16 წელი, 2 თაობა გაზარდა. 2 თაობის მანძილზე მოუწია თაობათა ცვლის უმძიმესი პროცესი საკუთარ მხრებზე გატანა და ორივე მეტად და მეტად ღირსეულად და ამასაც ვიტყვით. წყალბურთი სამწუხაროდ არ იყო განებივრებული, ქართული წყალბურთი საბჭოურ ეპოქაში პოდიუმებით და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი იმხანა ჩვენთვის უდიდესი წარმატება იყო. ორჯერ სპარტაკიადის პოდიუმი, ერთხელ ბრინჯაო და ერთხელ ვერცხლი და მეორე ვიცე-ჩემპიონის ტიტულს აუცილებლად დაუბრუნდები. ორივე სპარტაკიადის საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ. ახალგაზრდულ ნაკრებში ორჯერ უნივერსიადის ჩემპიონი და ასევე მეტად პრესტიჟული ახალზელანდიური თამაშების ჩემპიონი. აი რაღაც ძალიან ისეთი მცირე ჩამონათვალი და ებრძოდა სრულიად საბჭოური მანქანა, გაოგნებული სრულიად ევროპული წყალბურთის სამყარო, იმიტომ რომ ბატონოვა როგორც დღეს მით უფრო მაშინაც ასე იყო, რომ წყალბურთი რეალურად ევროპაა. ხომ, იშვიათი გამონათების გარდა, ხან ამერიკელებმა, ავსტრალიელებმა რაღაც აქ ევროპასთან ისინი ახლოს ვერ მოდიან, ყველა იყო გაოცებული, თუ რატო ვერ ხედავდნენ ვოვა ისელიძეს საბჭოთა კავშირის ნაკრებში. მთელი ეს ბიუროკრატიული მექანიზმი, იცით, იქ კი ყველაფერს სულ ერთ ბლუმენტალს ვაბრალეთ, მაგრამ ის ბლუმენტალი მარტო არ იყო და იმას ყავდა თავისი, ასე ვთქვათ, გარემოცვა. მიუხედავად ამის, აი უდიდესი ეპოქა შექმნით. და ბატონო, ეხა საიდან მინდა დავიწყო, რომ თითქოს ტრივიალური შეკითხვაა, მაგრამ აი იმ ხანად, ხო, ესე იგი 1965 წელია. ფეხბურთს და კალათბურთს მეაქვს ყველაფერი. 2 ოქროს გუნდი გვაქვს. და ხართ უნიჭიერესი კალათბურთელი და აყავ ხართ გუნდში. არა. ფეხბურთი და კალათბურთი. წყალბურთს კი კარგი თაობა, მაგრამ ეხა ფეხბურთი და კალათბურთი 65-ზე 64 ჩემპიონები, დინამო ჩემპიონთა თასია იყო, იმ ეპოქაზეა საუბარი და თქვენ აყავხართ ერთ-ერთი როგორც საკმაოდ ნიჭიერი და პერსპექტიული მოწაფე ზეამიშას, მიხეილ გეგელიძე. ხო და აი მერე უცებ ხდება თქვენი წყალბურთზე, იმიტომ რომ იმ ხანად ბევრი
ყველასთვის იყო წარმოუდგენლად არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო ხო ალბათ ოცნების დარი რომ მოხვედრილი იყო მიშა გეგელიძესთან და იმ ხალხ ისეთი მძაფრი და დიდი კონკურენცია იყო ხო თან იცით მაშინ თქვენ მხარდამხარ ერთად იზრდებოდით მხარდამხარ ის ბავშვობის დროინდელი მეგობრები ხო ცხონებული ჩხიგო თქვენ ერთად იყო ხო ლევანის ვაჟა ჭუასელი რომელიც შემდგომ ბავშთა კალათბურთის ერთ-ერთი ხო ყურშა მოყვებოდათ კიდე და აი ნუ აი ხო და აი მერე წყალბურთის აი რა იყო იცი მაშინ იყო სკოლების ჩემპიონატი დადებოდა ქალაქის ჩემპიონატი ჩატარდა სკოლებს შორის და ჩვენ გავიმარჯვებთ და მე ხა იმ შემადგენლობაში მოხვდი, სადაც იყო ლევანი მაგრად თამაშობდა ძალიან იმ პერიოდში ხიგვაძე, ცხონებული, თამაზი ჩიხლაძე იწყებდა თამაშს. მერე გახდა დინამოს ლეგენდარული კაპიტანი. კანდელაკი იყო ვალიკო კიდე, ნუ ეს მე ხლა დიდი კალათბურთელი არასდროს არ ყოფილვარ, მაგრამ მიყვარდა და თამაშობდი ხოლმე. და მოხვდი ამ ხუთეულში და დიდი არა, მაგრამ ყველა მონაცემი ქონდათ, ბატონო, სისრაფე ქონდათ. აღრაგობა ქონდათ, აი ბატონო, მიშამ დაინახა ჩემში რაღაც და დავიწყე მიშასთან ვარჯიში, მე და თამაზი ჩიხლაძემ და ერთი კვირა ვივარჯიშე და მე ზაფხულის პერიოდი იყო. წავედი აუზზე მოხვდი და ჩემი ნატრა და ის იყო ეთქვა წყალი. აი შინაგანად ვიდოდა, ასე იგი ორგანიზმი მოითხოვდა წყალში ყოფნას. აი მარტივად რო თქვა. ხო და გავმაგდეს იქიდან, იმიტომ რომ შეპარული ვიყავი, ისე ადვილად მაშინ არ იღებდნენ აუზზე. ეს ტერიტორიულად სათხრეო ბატონო. აი კომპანიას რო ეძახოდნენ სანაპიროზე. სანაპიროზე ხო? აგრეულია ხო სანაპირო გადის. სადაც მე რესტორანი არ აგვიაშენდა. და ნუ მეორე დღესაც შევიპარე, მეორე დღესაც გავმაგდეს და მდგევარ ახლა აღურემილი და გამოჩნდა ჯგუფი. მე აზე არა ვარ, არავის არ ვიცნობ. და ფიქრობ, ახლა აქ როგორ უნდა მოხდე, მინდა რა, ძალით მინდა რომ იქ ვიყო. და აღმოჩნდა რომ ვოვა ვარნამიშვილი ჩვენი სასიკანდულო მსნელი. კი, ლეგენდარული მსნელი. თავის ბიჭებთან ერთად, 15 ბიჭი შეგროვდა და უცებ შემოხედა და მე არ უყურებ და იყვირა შენ რას დღეხარ ახო და შემე მეთქი რას ყვირის ხო და გავმაგდეს მეთქი მინდოდა მეთქი და რაგვარი ხარ ესა მეთქარი ისელიძე სადაური ხარ რაჭველი მეთქი და მოხდა სიცილე სადა ეთქვა იგულისხმა საცხოვრო რაჭველი ხო და გაეცენა და აბა მოდი ახო დადეხი სიმაღლესა მიხედვითო და დააყენა დააწყვია მეორე ვიყავი ერთი იყო ძალიან დიდი იყო ასაკითაც აი ესე ამიყვანა რა თორე ვარდებოდი და უკვე იმ პერიოდში მე ვიყავი 14 წლის ეხლა არავინ არ გიყვას დაგვიანებულია ყველასთვის ხო კი 7 წლის და 6 წლის ასაკიდან იწყებენ და ვარნამიშვილმა იმდენად ინტენსიურად მავარჯიშა. ერთ წელიწადში ამოქაჩე ის, რაც 5 წელიწადში უნდა გამეკეთებინა. აი მეც თავი გადავდე რა. ხო და ამ პერიოდში რო დავიწყე ვარჯიში, თამაზი გამოაგზავნა ჩიხლაძე, ყურშა გამოაგზავნა, ზიამიშამ. რატო არ დადეს რუსელიძეო კალათბურთს? დრო და ესე იგი კალათბურთს ნელ-ნელა ჩამოშორდი. ნუ ნელ-ნელა უცებ ჩამოშორდი. მაშინ რა ჩამოშორდი და თამაზს უთხარი არა მეთქი, ყურშა გადაეცი ზიამიშას რომ მე ჩემი ადგილი ვიყავნე მეთქი და აქ დავჩები მეთქი და დავჭი წყალბურთში აი ესე აღმოჩნდი. მაგრამ წყალბურთამდე იყო ბატონო აი ის რაც ბევრმა არ იცის თქვენ გახდით საქართველოს რამდენჯერმე მოიგეთ საქართველოს ჩემპიონატი ცურვაში თან 2 რეკორდის თანხლებით 50 მეტრზე და კომპლექსურ ცურვაში 400 ბარნაბაშვილის ეს უკვე ესე იგი ეს ნიჭი ცურვის აი ესე იგი აი მე წლის განმავლობაში რომ მიყვანა ხო 14 წლის სარც ვიყავი, ცოტა ნაკლები ვიყავი თვეებით. და 15 წლის ასაკში უკვე რო ესე იგი თითქმის პირველ თანხს მივაქცია დიდებისას. ცურვაში და იოკამიდი იყო ესეთი ალიკო, ცნობილი იოკამიდის შვილი, ლუკა ალექსანდროვიჩი იყო, ფუძემდებელი ჩვენთან საქართველოში ცურვის წყალბურთის ყველაფრის ძალიან დიდებული პირი. და იმიშვილზეა ლაბარაკი. იმიშვილი და მე ვიყავი ტოლები და ხანის ხსნიდა ჩემ რეკორდს და ხან ხსნიდი რეკორდს. ოღონ სკოლებს პატარებს შორის, ახალგაზრდებს შორის. ნუ იმ დონეზე ვარნამიშვილმა მოახერხა და მეც ესე იგი ყველანაირად მივყევი რა, გაუძელე იმ დატვირთვებს და ამან ძალიან მიშველა შემდეგ წყალბურთის დიდ გუნდში თამაშისთვის, იმიტომ რომ როდესაც დინამოში ამიყვანეს
იმ პერიოდში მე ყველაზე კარგად ვცურავდი უკვე და გამძლეობით და ფიზიკურად ვიყავი ძალიან კარგად. დინამოს მაშინ ძალიან მაგარი გუნდი ვყავდა ჩვენ. გივიჩი ქონაი იყო, ლელი გოგოლაძე იყო, მიმინოშვილი იყო, ციკლაური, რა ვიცი, ძალიან მაგარი გუნდი იყო. ვასო სანაძე, ვასიგავა. და იმ ესე იგი შემოადგენლობაში ყველაზე სწრაფი იყავით, ხო? იმ შემოადგენლობაში უკვე ყველაზე სასწაულია რა. სულ 16 წლის. ვარდამიშვილი რომ მავარჯიშებდა. ჯერ ჩვენი ვარჯიში თავდებოდა და მე რეიწებდა დინამო და დინამო ტრიბუნებიდან რომ იყურებდა ვარდამიშვილი მოკლასო ამ ბავშვს კაცო. რა შეიძლება ამდენი ვარჯიშიო. დამიზახე დაანებე თავი მაგას მოусმენო თორე დაიღუპებიო. აი იმდენად დიდ დატვირ როგორ მაძლევდა დატვირთებს იცით? აი დავუშვათ 400 მეტრზე მაცურებდა, ხო? 4 წყალბურთელს დააყენებდა თავის გუნდიდან. მე 400-ზე მივიდიოდი, ესენი 100-ზე მივიდიოდნენ და ტემპი არ დაეგდოთ. და ამათ მიყვებოდი რა, 4-ივეს მიყვებოდი მარტო. აი ეს რაღაცებს იგონებდა ბობა და მავარჯიშებდა გამძლეობაზე. ამას უყურებდნენ ციკლაური და ესენი ამბობდნენ გაგიჟებს ამბობს მოკლას და მაგრამ გაუძელი რა, სხვანაირად არ გამოდის. არა, რა თქმა უნდა. ამ ხრივ ბატონო დღესაც არ იცვლება ხო სიტუაცია ეს დამოკიდებულებას გულისხმობ ხო? თუ არა თუ სულ არ იცის მე ვამბობს ეხლა ყველა სპრინტერი ვერ გახდება მაგრამ სერიოზული ჩვენი გუნდის და საერთოდ ქართული წყალბურთის პირველი ახილევსის ხუსლი იყო ცურვა და გამძლეობა. იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ ხა მართლა ბარნაბიშვილი მონდომებული იყო ძალიან მაგრამ ისიც არ იყო ცურვის სპეციალისტი. მაგრამ ძალიან ნიჭიერი კაცი იყო და კითხულობდა და ეძიებდა და ახალ მეთოდებს ნერგავდა ცურვაში და გვასწავლა რა თითქმის ბარნამიშვილის აღზრდილი ახალგაზრდა მოვიდა შემდეგი თაობა დინამოში. თითქმის უყელა იმისგან მოდიოდა ბარნამიშვილისგან. ხო და იმის მერეც ეხლა აი თუნდაც დღეს რო ავიღოთ ხო საქართველოს ჩვენ არ აქვს ისეთი მწვრთნელი რომელიც წყალბურთს სანამ ასწავლის ცურვას ასწავლის და დაუყენებს ბავშვებს ისეთ სტილს რომელიც გამოადგება შემდეგ წყალბურთში. ესე იგი სპეციფიურ ცურვაზე უკვე გულისხმობთ ხო? ანუ არა კლასიკურ პროფესიულ ცურვაზე, არამედ წყალბურთისთვის გამოსადეგ ცურვაზე, ხო ბატონო? იცი, ცურვის მოსლებიც უნდა კონდეს. მაგრამ წყალბურთში შეიძლება თავაწეული ცურვა. რომ ყველაფერს ხედავდე. კი. ამას უნდა ასწავლიდე პარალელურად. რომ სწრაფად ცურავდე, მოსმის ტექნიკა უნდა კონდეს. მე აუცილებლად უნდა კონდეს ფეხები ძლიერი. ფეხების გარეშე წყალბურთი არ ითამაშება. კაცო უნდა კარგად ცურავდე თუ მაგრად არ გეხარ ფეხზე და არ მოძრაო ფეხების ხარჯზე. მაშინ არც დარტყმა გექნება კარგი, არც კონტრასტს ვერ გააკეთებ, კონჩეტებას უკანაც ვერ დაბრუნდები დროზე. მოკლედ ძალიან ის არის რა და არ აქვს ეგეთი სპეციალისტები ჩვენ კი არიან კარგი მცველები, ახლა ამდენი ხანია მუშაობენ ერთეულები, მაგრამ უნდა იყოს უფრო მეტი. რომ საწყისი წყალბურთის მაინც ბავშვობიდან მოდის, ხო? თუ ბავშვთა სკოლა არ არის ძლიერი, დიდებშიც იმიტომ ყავს ამდენი მოწვეული ხალხი უცხოეთიდან, რომ გვიჭირს. თორე არ უნდა დაგხვიდეს ესეთ. იმიტომ რომ წყალბურთი არის ქართული სპორტი და ქართველების ხასიათის სპორტია და თამაშს გულისხმობ, ხო? თამაშის რიტმს, მანერას. ნიჭიერი ხალხი არის, მაგრამ ეხლა მარტო ნიჭი ხო არ ყოფნის, უნდა მზად იყო, ყველაფრის უნდა იყო მზად. ამას უნდა კაი სპეციალისტები ახლა ქუთაისში არაჩვეულებრივი აუზი აშენდა. ველოდებით ხო იქიდან რომ წამოვიდეს უკვე ცვლა. რომ ყოველთვის ნიჭიერი ხალხი მოდიოდა. გივიჩი ქონაია, მიმინოშვილი, გულედანი მურთაზი იქიდან არიან ჩვენი გიორგაძე ხვიჩა მეკარე და დირექტორია იმ აუზის ივანა ციცის რა ხდება და იქიდან წამოსული ტალანტები მერე იხვეწებოდა ჩვენთან დინამოში. და დინამო მაინც იყო სკოლა უმაღლესი ყველასთვის. კი, ნიჭიერი მოდიხარ, მაგრამ მარტო ნიჭი ხო არ ყოფნის, უნდა დაიხვეწო, უნდა ითამაშო დიდი წყალბურთი. დიდი წყალბურთი ითამაშო, ერთი გუნდი ყავდა ჩვენ, რომელიც ამას ახერხებდა, ის ხო თბილისის დინამო. ერთი გუნდიც იყო, მაგრამ ნუ ისეთი, საშუალო ბურევესნიკი, რომელიც ერთხელ მოხვდა უმაღლეს ლიგაში და მე ისევ გავარდა, მაგრამ მაინც კარგი იყო, რომ დინამოს კონკურენტი არ ყავდა ფაქტიურად საქართველოში, მაგრამ ჩვენი პლუსი ის იყო, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს თამაშობდით და რაც არ უნდა მოუმზადებელი ყოფილიყო, შედარებით მოუმზადებელი, ორი სეზონის განმავლობაში ეს მოუმზადებელი უკვე ჩამოყალიბებული წყალბურთელი ხდებოდა. თავის დონეზე რა თქმა უნდა ახლა.
არის კარგი სპორტსმენი, არის დიდებული სპორტსმენი და არის ვარსკვლავი, ხო? არის, ხო? აი ესეთი დონის კარგ წყალბურთელამდე მიყვავდა ეს ხალხი რა და მე გუნდიც რა წარმოიდგინეთ სპარტაკიადაზე გქონდა ლაპარაკი 79 წლის სპარტაკიადა ვითამაშეთ აი ამ გუნდით რა რაც ვიყავით ეს ვიყავით ხო ჩვენ არც უცხოელი ვყავდა და არავინ და იქ უცხოელებიც იყო მოწვეული იუგოსლავიის ნაკრები იყო ავსტრალიის ნაკრები იყო რუმინეთის ნაკრები იყო და ეს ყველაფერი გავიარეთ და ფინალში დავეჯახეთ მოსკოვის ნაკრებს რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა შემდეგ წელს ის შემადგენლობა თან ბაბადეით როგორ მოსკოვის ნაკრებს ეხა ჯერ ცალცალკე რა უდრიდა ცალცალკე ორი მშვენიერადზე თამაშობდა ესე იგი ახადა ის ხო ნუ გზარი ესე იგი ამას ესე იგი ნახეთ ცალკე მოსკოვის დინამო რა იყო ცალკე CSKA MVF-ი და ცალკე MGU ხო და ეხა ამათ ნაკრებთან სიმართლე გითხრათ ფინალში ესე გვიყურებდნენ რომ არაფერი აქვს და სასწაული თამაში აჩვენეთ ეს იყო 100%-იანი პენალი არ დადეს 100%-იანი პენალი არ მომჩეს აი ბურთი უნდა ჩამედო და ესე დამიჭირეს ხელი და კი მახსოვს გუშინელი დღესავე ეს იყო კიდე ეჭირა კი გავგის ჯარიმაც არ მომწონს თან ესპანელი იყო მსაჯი თუ არ ვსწრები ხო ეს ხო და წუთი იყო დარჩენილი ანუ ფაქტურად მიცა 6-5-ზე იმას მიცა თამაში და შევაგინე რა უკვე აზე აღარ ხონდა დარჩენა წუთი არ წვერდა და ვერ ვსერვიზავდეთ რა ხო და რატო ამბობთ ესე იგი ეს რომ მოიშალა საბჭოთა კავშირი დაინგრა ჩემპიონატი მოიშალა ვისეცალა წყალბურთისთვის ხო და ამ პერიოდში გუნდის ერთადერთი გუნდი შემორჩა მაისურაძის მომზადებული ის ბავშვების გუნდი ბადალები კი შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიყვანეთ კი რა თქმა უნდა დავიმატეთ უცხოელებიც მაგრამ იქ თამაშობდნენ ხვედელიანი რურუა ბაღათურია გეგელაშვილი და აი ამ შემადგენლობით და უცხოელების დამატებით შევძელით რომ ფინალში მოხვედრილიყავით ევროპის ეს ძალიან რთული იყო ძალიან იმიტომ რომ ისევ და ისევ აი ეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ხო რამდენი ხანი იყო გაჩერებული ფაქტიურად ბატონობა სადღაც 99-90-ში გაგვიჩერდა ხო აი ბოლო ორი უნიჭიერესი ვინც ამ ნუ რეზუმ გაასრო ჯომახიძემ კიჭა იყო წამოსული ძალიან ნიჭიერი კი კიჭა ცურავდა თანაი თქვენ ასოძანეთ კარგად და დიმა რამიშვილი ხო დიმა რამიშვილის ხო ეს თაობაა უკვე ანუ ეს არის ბითას და ყარამანას და კანდელაკის მომდევნო თაობა უკვე ხო მომდევნო თაობაა უკვე აი ზუსტად მაშინ დაიშალა სერგი მაშინ დაიშალა და შეწყდა რა გაქრა ხო რამდენი ხანი ერთი რამის რა ვიცი 15 წელი 90-იანის დასაწყისია უკვე 90-ში თითქმის აღარ ბოლო ვითამაშეთ 99-ში მე მგონი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი თუ მეხსიერება არ მღალატობს მე მგონი ხო იმიტომ რომ 90-ში ნამდვილად აღარ მახსოვს უკვე რა შეგნები კარგად მიდიოდნენ მახსოვს მე თბილისში ჩატარდა ტურნირი და მოხდა ინციდენტი და გაგვიგდეს მოთამაშე და იმის მერე წავიდა და იმის მერე უკვე აღარ ჩატარებულა ამის მერე კარგად მიდიოდნენ ბიჭები და ინციდენტის გამო ჩამოვარდნენ ისე თუ გახსოვს აი არ მახსოვს ვისთან ბაზონობა თუ გახსოვს მოსკოვი იქნებოდა დიმა რამიშვილის ვიღაცა დიმას რაღაც ზოგადად ბუნდოვნად მახსოვს დიმამ დაარტყა მე იქით და დიმა გააგდეს შეცვლის გარეშე და მაშინ ბერცინ ჩავდა და წავიდა. ბატონო, არ შეიძლება არ გითხო, იცით, აი იკვეთებოდა მუდამ ასე ორი ასე დამოკიდებულება, რომ აი წყალბურთი იყო ერთადერთი სახეობა სათამაშო სახეობიდან, სადაც ჩვენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული არ ქონია და წინა თაობა, აი თქვენი თაობა ამას ორი მიმართულებით საზღვრავდა. ერთი თვლიდა, რომ ჩვენ ამ ეგრეთ წოდებული მამლუქების გამო ვერ ვახერხებდით, იმიტომ რომ იყო საფუძველი რა, ეხა ვითომ ძმაგაცობენ და ეხა ის ძმები, მაგრამ რა, კაი ხო, ნუ გავიგე რომ პეტრემ გაუკეთა ყველაფერი აუწყო ის, მაგრამ ისე მომერიდა რა, რამდენიმე წლისი რომ ნახე, კახა თან ისეთი მოტეხილი იყო. მინდოდა ადამიანურად მეკითხა რომ ბიჭო, კაცურად რა ის დინამოს წინაამდე ხო ორი თამაში გაქვს სეზონში მაქსიმუმ ხო? თამაშობ რეგულარულში და მერე ფინალურ 6-ში. ეს ორი თამაში რო არ ითამაშო არ შეიძლება და მაგიზმა რომელიც ბევრი მაინც და მაინც არა ცუდი ხალბურთელი არ იყო ნუგზარი მაგრამ
საუკეთესო თამაშობდა დინამოს და რას გადამეკიდე რა კიდე და ის სულაკაძეს სალკებიდა კითხოთ აუ სულაკაძე როგორ გავაკეთეთ რა ორივე აუ მამაშვილი ერთად რა ბატონო აუ ეგენი ვინ იყვნენ ხო და მეორე ნაწილი ამბობდა ასეთ რამეს რომ ყველაზე მწირი დაფინანსება მაშინ სათამაშო სახეობებში გონდა წყალბურთს იმიტომ რომ ეს ცეკამბაში ყურადღებას უთმობდა სულ 70% ფეხბურთს მიქონდა 25% ფაქტიურად კალათბურთს და რაღაცა 5% მოდიოდა გორის წყალბურთს ხო რამდენი იყო ნუ ციფრებით არო მაგრამ რეალურად არ ვიყავით მართლა განმეორებული ბატონო არ იყო იმდენი აუზი ეხა არ იყო ეს თავპირისტრევა აუზების ბუმის და ის იმიტომ რომ მიდიოდა უპირატესად სტადიონების შენებლობა უფრო ღიატების ეხა აუზით მაშინაც არ ქონდა ჩვენ ეხა უხეშად რო თქვა თავზე საყრელი თუმცა რეგიონებში ყველგან იყო რაღაცები რეგიონებში არა ხო ბათუმში ნუ აი ბათუმს ქონდა გორს ქონდა რუსთავს ქონდა რუსთავი არც მახსოვს რო ქონდა არ გახსოვს ეს 80-იანი ალბათ უფრო ხო მე წამოვიდა მაგრამ მაინც კონტაქტი არ ქონია იმიტომ იქ სკოლა არ იყო ესე ძლიერი რო გვეთამაშა ანუ ისევ ჩვენ ვიყავით ქუთაისი და ქუთაისაც არ ქონდა ერთადერთი ბათუმში იყო კარგი აუზი სადაც ჩავდიოდით შეკრებაზე და ნუ შედარებით კაი გუნდს აკეთებდა აჭარა ახალ მოსწავლეთა ნაკრებს ხო და ძირითადად იყო თბილისი თბილისი სამთის აუზი ეხლა რო არის პენდუხიძეს რო ეძახიან ის იყო ჩვენი ძირითადი სამთარში და ზამხურში კიდე ლაგუნა არაჩვეულებრივი კომპლექსი იყო გახსოვს სოფლიო დონის და ტარდებოდა უზარმაზარი შეჯიბრებები ყოველ გაზაფხულზე მაისის მაიკე ის ეძახდნენ გახსოვს ნუ ჩათვალე რა მახსოვს ეგ იყო ევროპის არაოფიციალური ჩემპიონატი იმიტომ რომ ყველა ჩამოდიოდა ხო იუგოსლავია ჩამოდიოდა ნუ კაი მაშინ ალგე არ იყო იუგოსლავია იტალია ბერძნები ამ ხო და რაღა დარჩა ხო და ნუ ძალიან კაი ტურნირი იყო რა ესპანეთის მახსოვს კი ბატონო ანუ მთელი ბირთვი რაც იყო მსოფლიო იმის იღებდა ამ ტურნირში მონაწილეობას 5000 კაცი ეტეოდა და გადატენილი იყო ტრიბუნები ნუ აი ხა ესეთი ძალიან ძვირადღირებული სანახაობა იყო და იშვიათი ჩვენ პრეტენზია კი არ აქვს რომ ვიყოთ ფეხბურთის დონეზე და კალათბურთის დონეზე და რეგბის დონეზე იქ მაყურებელი 40-50000 კაცი მიდის საყურებლად და ჩვენ მაგი ეგფუფნება არ გვექნება არასდროს მაგრამ მინდა ვთქვა რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალი რომელიც ტარდებოდა მე როცა ვავარიშებდი გუნდს ბუდაპეშტში ბელგრადში სტადიონის დონის ტრიბუნები იყო მოწყობილი ეს ღია ტიპის აუზე იყო ხო მე მგონი დახურული და აგებული სპეციალურად აშენებული იყო ეს აუზე აწყობილი 50 მეტრიანი და იმის გადატეხვის შემდეგ იყო 25 მეტრიანი აუზი, სადაც გადიოდი მომზადებას. თამაშამდე. ანუ ეს ისე იყო მოწყობილი, რომ ტრიბუნები გადაჭედილი იყო ნახევარფინალზე და ფინალზე ერთ ბილეთს ვერ იშოვიდი. ანუ წარმოიდგინე, ხო 30000-ზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა წყალბურთს და იყო ძალიან დიდი გულშემატკივრობა. რატო ვიძახი რომ პირობები რო იყოს წყალბურთსაც აი თუ დონეს შექმნი წყალბურთის თამაშის დონეს თუ შექმნი მოუვა მაგდენი მაყურებელი და რატო ვიძახი რომ პოპულარობით უნგრეთში დაუშვათ წყალბურთი არ ჩამოვარდება არც კალათბურთს არც ფეხბურთს და არა მე მგონი პირველი სახეობა უნგრეთში პირველი სახეობა მე მგონი ბერძნებმაც ძალიან გაწიეს კი არა აი კალათბურთთან თითქმის უკვე ზიარათა აქვს რა ფეხბურთს არ მესამეზე ყავთ უკვე ჩაწერილი არა ვართ განებივრებული არც ინფრასტრუქტურით არც სპეციალ ბრიგადით რომ ტარდებოდეს მაღალი დონის შიდა ჩემპიონატი რა თქმა უნდა უკეთესი გუნდი გვეყოლებოდა რომელიც კონკურენციას გაუწევდა ნებისმიერ გუნდს ევროპაში აი ახლა ამ პირობებით რომ ჩვენ ამას ვახერხებთ რასაც ვახერხებთ აი მსოფლიოს თასზე ბიჭებმა მეშვიდე ადგილი აიღეს და ერთი ბურთი წააგეს იაპონელებთან მე-6-ზე თამაშის დროს მე-5-ზე გასვლის საშუალება ჰქონდა და გააგრძელებდნენ იცი ეს. ის კი არა 6-ეულის გადიოდა, ბატონო, 6-ეულის გადიოდა. და მოგვეგო ის. იაპონიას, ანუ რის თქმამდე, იაპონიასთან მოგებით ავტომატურად ხვდებოდით უკვე ფინალურ ეტაპზე. მე-6-ზე გავდივარ. მე-5, არა, მე-5 გუნდა გვეთამაშა, მაგრამ უკვე გარანტირებული გვექნებოდა საგზური რა. ერთი ბურთი წაგება. აი რო უყურე, აი ნერვები დამაწყდა რა, ესე იგი ელემენტარული დისციპლინა არ გვეყო. სათამაშო დისციპლინა
რომ ეს თამაში წარმატებულად დაგვემთავრებინა. რატო? პირველ ტაიმიდან დაწყებული მიდიოდნენ 3 ბურთით დავეწეოდეთ. მიდიოდნენ 3 ბურთით ერთი პერიოდი ერთი ბურთით გავასწარით, ხო? კი. ბოლო ტაიმშიც იგივე იყო. ბოლო წუთებზე ვაგებთ. 4-ს ვაგებდით უკვე. ამოუხაჩეთ. ერთი ბურთი დარჩა. და იმის მაგურად რომ გაგვეთანაბრებინა და ჩვენ მქონდა ამის შანსი. დისციპლინას რას ვიძახი? არის მომენტი, როდესაც მოთამაშე უნდა მიხვდე, როდის შეგიძლია დარტყმა და როდის უნდა შეიკავო თავი. აი იქ მომენტი იყო, როდესაც თავი უნდა შეეკავებინა დარტყმის მაგივრად. და უნდა საგოლე მომენტი 100%-იანი შეექმნათ. ამით გადავრჩებოდით ჩვენ იაპონელებთან და არ იყო იქ სასაგები თამაში რა. არა ფსიქოლოგიურად რამხელა უპირატესობა ქონდა, იყვნენ მორღვეული, იმიტომ რომ ბატონობა მე მინდა სპენელს შევახსენო, წუთსა და 50 წამში ამოუქაჩეთ 4-დან მინიმუმამდე ზედიზე წუთს ეგ არის იაპონელები გაოგნებული მომენტალურად დაკარგეს ბურთი პენალი შეეშინდა გადმოაგდეს ბოლო შეტევა გვაქვს და ჩვენი ეგრეთ წოდებული ერთ-ერთი ლეგიონერი ნეტა თქვენი დრო ყოფილიყო იმას ხო აუზი ჩამიხჩობდით კარგად რა ამას მაშინ ვინ აპატია ძალიან კაი ბიჭია ის პიშევეცი ხომ არა 10 წამია დარჩენილი იღებდა პირდაპირ ხომ არა არა კაი ეს არ ვიცი ან უნდა გაიტანო 100%-იანი, ან არ უნდა დაარტყა, ხო? თუ 20 twini გააჩერე ეს ბურთი, ანუ არ ვიცი, ნუ ახლა. ეს თან ორი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურია. დიტო კიდე რაზე ვიძახი, იცი, დისციპლინა ახლა, ამას ეს კაი მსვლელი ჩანს და ალბათ ააწყოს. სათამაშო დისციპლინა წყვიტავს ყველაფერს. შენ თუ მოგება გინდა და მოგება სწავლა უნდა და სათამაშო დისციპლინის გარეშე შენ ვერ მოიგებ, რაც უნდა 5 ბურთი გაიტანო. ერთმა, მეორემ 6 ბურთი. შენ კარში გავა 20 ბურთი. დისციპლინა რა არის, იცი? რო ამოხაჩე, ის უნდა შეინარჩუნო. ვიდი, ესე იგი დაცვაში უყურადღებობის გამო კაც უშვებ. მეორე კაცი პასს აძლევს და 5 მეტრიანს იკიდებს. ეს მოხდა რამდენჯერმე? კი. ჯერ ერთი რატო უშვებ წინ? მოთამაშეს. და თუ გაგექცა, შენ რატო ის არ გეხმარება, რომ პასი არ მიიღოს დროზე? აი ეს არის ელემენტარული რაღაცა, რომ იმასაც თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა აქვს უკვე. ეს არის გუნდი უნდა მოქმედებდეს სინქრონულად, ისე რომ არ ესეთი შეცდომები არ უნდა ხდებოდეს. ამას უნდა ცოტა გონების დაძაბვა უნდა და შეთამაშება უნდა ამისი და ცელმაც უნდა დააყენოს ეს საკითხი, თორე ეს შეიძლება ბრწყინვალე თამაშოს გუნდმა და წავაგეთ, ხო, როგორ წავაგეთ. აი იმიტომ წავაგეთ. იმ გადამწყვეტ მომენტში უნდა სწორი თამაში. ბატონო, არ შეიძლება არ გითხოთ, ეხლა ეს ორ ნაწილად არის, ხო, თანამედროვე წყალბურთის სამყარო გაყოფილი, ერთი ეს გრანდები, ბობოლები, გნებავთ ერთი, უწოდოთ გნებავთ მეორე, რომელიც მოწყვეტილი არიან აშკარად დანარჩენებს და ნუ შემდგომ მოდის მეორე ნაწილი, სადაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ ლიდერი, ნუ ყოველ შემთხვევაში ხან ისე ტრიალდება, ხან ნუ მხედველობაში მაგ იგივე ფრანგები, ნუ ეხა გერმანელებს, ეხა ამერიკელებთან მოგება ძალიან სალბუნად, ხო, ამერიკელებთან მაგალითად რამდენიმე წლის წინ ეთქო მაგათა საუბით ცვლის პროცესიათი გადრე, რამდენიმე წლის წინ ავსტრალიას გადაუარე ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აი ამ ეგრეთ წოდებულ კიტებთან, ბობოლებთან რა გვაკლია ბატონობა, გარდა აი რაც თვალში ხდება, თვალში საცემი რაც არის, ეს არის ცურვა და ფიზიკური მომზადება. აი ცურვაზე თქვენ როგორ აღნიშნეთ. კიდე რა კომპონენტი გვაკლია, რაც ამ ხელა სხვაობას გვაძლევს, ხო? მე არა მაგის პრეტენზია რომ ეხა მაინც და მაინც დღეს და ხვალ შევძლო ბერძენის მოგება, მაგრამ აი წინააღმდეგობა რო გაუწიო, აი ხანდახან ჩდება, აი მაგალითად სოფლიო თასი რო ბძანენ ხორვატებთან პირველ თამაში საკმაოდ კარგად ითამაშეს, ხო? ორბურთიანი სხვაობა, მისაღები, თამაშის ისიც აი ბოლომდე. მაგრამ მე ის უნგრელებმა რაღაც საშინე ხო? ეხა იმ პრორეკოს არ იყოს, ხო? არავინ არ ითხოვს პრორეკოს მოგებას, მაგრამ ეხა ესე არ უნდა გადაგიაროს, ხო? თქვა. აი რა კომპონენტებია ბატონობა კიდე? ახაც როგორ ითამაშებს საინტერესოა დინამოსთან. ნუ აქ ალბათ ახაც დააყენებ შემადგენლობას მე მაგის შიში მაგრო. დიტო ისე იმაზე მივდივართ, რაც ვისაუბრეთ რა. ეხლა იმათი უნგრეთის, სერბეთის, ხორვატების და ჩერნოგორია და ესენი ვიც არიან, აი ელიტა ვის არის ევროპის, ხო, იგივე ესპანეთი, იტალია, ხო ეს ჩერნოგორია ცოტა ჩამოვიდა ბერძნები. ხო, ამოხაჩეს. აუ, ეგენი ხო. არის საოცრად დიდი არჩევანი. ძალიან ბევრი გუნდებია. შიდა ჩემპიონატი ტარდება არა მარტო უმაღლეს დონეზე, საშუალო დონეზეც, დაბალ დონეზეც არიან გუნდები და თამაშობენ. აქედან არჩევანი ჩვენ რო ყავს 10 მოთამაშე, 12 ვთქვათ, ხო? საქართველოში ვინც შეიძლება რომ ვისითაც შეიძლება ნაკრებიში აკოწიწო. დანარჩენი უცხოელები უნდა დაემატო და ეს არის მეც ვეღარაფერს ვეღარ ახერხებ, ხო?
იქ ეგრე არ არის რა. იქ არის საოცარი კონკურენცია და არჩევანი არის უზარმაზარი. ბატონო, აი ნახეთ მოვიდეთ. ჩვენ მაგის მიღწევა შევძლებთ თუ ხო გეუბნებით, აი მაქსიმალურად ამუშავდება ქუთაისის აუზიც, ამუშავდება იგივე რუსთავიც, აჭარაშიც უნდა იყოს ერთი, ეხლა აპირებენ, მოამთავრებენ ალბათ დაგვინგრიეს აუზი და უნდა იყოს სერიოზული მუშაობა, რომ აი ისეთივე გუნდები ჩამოყალიბდეს დაახლოებით მაინც, რომ არჩევანი გქონდეს და არ დაგჭირდეს ეს მეორე, მესამე ხარისხოვანი უცხოელების მოწვევა. და აი ბატონო, თქვენ ნებართვით, მე ხა უბრალოდ მინდა აი უბრალოდ გაგასნოთ ისე, რომ აი ეს მოგვიგროვდა რა, თუ მე მაბადეთ მეჩვენებადო ის და აქ თუ ხედავთ სუსტ რგოლს, ზუსტად 10 სერიოზული მოთამაშე მე-11-ს იქნებოდა უბრალოდ ეს შუბლაძე არ იყო დასაკარგი, ხა მეორე მეკარე სამწყარო ნამდვილად არ იყო, ეს იგივე ბატონი გელა თუგვაძე ხა მაგის ამზელი და ის ყველაზე კარგად მოიხსენება. ნახეთ, ირაკლი რაზმაძე, შემდეგ რეზი იმნაიშვილი, გიორგი მაგრაგველიძე, ანდრო ბითაძე, სანდრო ადაიშვილი, ნიკა შუშიაშვილი, ვაკო დადვანი, ბესო ახვლედიანი, საბატყე შელაშვილი და ხვიჩა ჯახაი. კიდე პატარებზე აღარ ვიტყვი. ეს არის უკვე სერიოზული ბირთვი, ბატონო, აი სუსტი რგოლი, აი აქ ხო ფაქტიურად არ არსებობს. 10 ქართველი. ეთყობა 10 ქართველი. ეთყობა რაღაც რასაც ჩვენ ხო და აი იცით ისეთი მომენტია რა, რომ თქვენ ბძანებთ რომ მომავალ თაობებზე, მაგრამ ამ თაობის დაკარგვა არ შეიძლება ხო ბატონო არაფრით. არა, არ შეიძლება რა თქმა უნდა. მით უმეტეს ბატონო ეს ასაკი ამათი იდეალურია. ვეტერანი არც ერთი არ არის. ვეტერანი კი არ არის 27-ზე მეტის არც ერთი არ არის. თან ეხა ბითაძე გვაკლდა და ის კაი ბიჭია ეს საუკეთესო ლეგიონერებიდან უდავოდ თუ არ ვსები ვაპესკიო ხო ვაპესკის არ ყავდა ვაპესკი წავიდა საერთოდ წავიდა ვაპესკი წავიდა ნაკრებიდანაც კლუბიდან ბითა არისო გით უმძროსი ამხელა ძალა სერბი კაი ბიჭია პრინციპში ეს პიეშივაცი მაგრამ ნუ აი მაგას სოდა ფსიქო რო 10 წამი რო გაჩელი არ უნდა დაერტყა რა რომ იაპონელებთან გინდოდა აი მოგება რა და არა და პელნებამდე მივდიოდი რა არა ისე კაი ბიჭია შედარებით ყველა ჯობია ეს პიეშივაცი ეხლა ვინც არის ხო ეხლა ვინც არის იმათ ყველა ჯობია თავით ვასიშიან სარიჩიან იმენად ტანგოსიჩიან იმიან ხო მაგრამ აი მე სწორად გაბიგდი ეს 10 ქართველი რაღაც ისე ხდება ხესები რა დანარჩენები აუცილებლად უნდა ჩვენება შეცვალონ უკვე ეს ბიჭები წამოიზარდნენ ადრე თუ ძირითადად უცხოელებს გაქონდათ ბურთები ეხლა თუ აკვირდები ახვლედიანს გააქვს დადვანს გააქვს კი ვაკომ დაიწყო გააქვს და ჩვენ ბიჭებს გააქვთ უმეტესად ვიდრე აი სურვაზე რომ ბძანეთ ერთადერთი ემაზე მწყდება გულია ვერ გამიგია ვერც გადავიკვეთე რომ ამ ბიჭმა რაც კლუბი იცვალა და სერიოზული აი მეგა ვარსკვლავებიდან წამოვიდა რაღაც თამაში აშკარად შუშის მოკლებული არა და თქვენ აღნიშნავ შუშის ხო შუშიაშვილს არა და ცურვით მოვიდა ის სწორედ ეს ბიჭი და სწორედ ამან დაიწყო უდიდესი შექმნა და კარიერული წინსვლა პროფესიული მოთამაშეს სურვის ხარჯზე და შემდგომ უკვე ტექნიკის დახვეწას ხო და ეხლა რაღაც ისეა რა ეხლა მე გეტყვი შუშიაშვილმა პირველი თამაში ვერ ითამაშა შედარებით. და რატო ვერ ითამაშა? ჩქარობდა ბურთის გატანა უნდოდა. აი ჩანდა რომ ყველა დარტყმა იყო ნაჩქარევი და ამ დარტყმის მერე მიდიოდა კონცეტევა და არ გამოვიდა რა თამაში და შემდეგ თამაში რომელიც უფრო რთული ჰქონდა იქ მეტი გოლიც გაიტანა სწორადაც დაარტყა. ანუ რატო ვიძახი რომ აი სტაბილურობა უნდა იცი ცოტა რაღაც მომენტებში თავშეკავება აკლია დარტყმის მომენტში. თორე დანარჩენი ყველაფერია კაი დარტყმა აქვს ძალიან თავისუფლად თამაშობს. თურავს არაჩვეულებრივად, ნუ ყველაფერი აქ ამბიც, ცოტა მეტი ყურადღება უნდა დაცვაში, რომ ისეთ დროს არ უნდა დაარტყას, რომ კაცი გაიქცეს. ბატონო, ეხა არ შეიძლება იცით აი გაცემის, ნელა გაცემა დასუსვახლოვდება, არ შეიძლება უბრალოდ ჯერ საზოგადოებას გავახსენო, ბერმა ეს არც იცის ან ყურმოყრით, თქვენ ყველაზე რთულ პერიოდში, აი როცა ხო ნუ ეს ფაქტიურად სულ იმხანა დამთავრებული სულ სამოქალაქო ომი ყველაფერი და თქვენ მაშინ ბრძანდებოდით სპორტ საზოგადოება დინამოს თავმჯდომარე და აი ყოველგვარი ლამაზსიტურის გარეშე უდიდესი როლი ითამაშეთ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რომ მაშინ ორივე თბილისის დინამო როგორც ფეხბურთში ასევე კალათბურთში ფუნქციონირება არ შეეწყვიტა მერაბი კი ამბობს ხოლმე სულ იმას იხსენე რადერ ბანკარ ბიჭო შეგაყიდე ის მანქანა მაგრამ ბატონო მითამაშე ეგ უდიდესი და ეხა ამ დეტალებს არ ჩავუღრმოდები და ამ დინამოსთან დაკავშირებით აუცილებლად გამახსენდა და არ შეიძლება აი დინასტიურად არ კითხოთ მე მინდა თქვენი სიძე უკეთესობილესი
კაცი, აი თბილისის დინამოს ყოფილი პრეზიდენტი, ვინაც მილენიუმის დასაბამში ძალიან დიდი წვლილი ითამაშა, რომ მაშინ კალბურში წარმოგიდგენია, დღეს შეიძლება ქართული კალბური თბილისის დინამოს გარეშე, აი არ მინდა რაღაცეთ იმაზე დაგაყენოთ. ჩემი კახა ნუცუბიძე მოვიკითხოთ, ხერძელობა უსურო. ვის და არ შეიძლება შვილიშვილზე რომელიც ასევე კალბურთელია. კალბურთზე არავინ არ წავიდა, ხო? დინასტიის ამბავი. ვერ გაკაჩეს ბიჭებმა, ჩემმა შვილიშვილებმა ორივე ვანიშობდა, მაგრამ დიდი გენის შემდეგ დიახ და არ ვაინდომეს ბოლომდე. და ეს ეხლა ამაზეა ხო მთელი აქცენტი პატარაზე ხო? და თუნა უცებ გაიზარდა 15 წლის გახდა 185 სანტიმეტრი 195 უახლოვდება, მაგრამ უცებ გაიზარდა 15 წლის. ფიზიკურად დააზიანა მუხლები რაღაცა, მაგრამ მე მგონი ყველაფერი დაალაგდება რა, იმედი მაქვს რომ არა, არ შეიძლება, იმიტომ რომ თქვენ უდიდეს ღვთისგან მომადლებულ ნიშთან ერთად გენში გაქვთ შეუპოვარი ხასიათის დიდი შეუპოვარი და ტიტანური შრომის მოყარება. თქვენ რაც მახსოვთ თავი ბატონობა, სულ ამას უსვავდით ხას. ეხა სანამ დავამთავრეთ, არ შეიძლება არ გავიხსენო, უბრალოდ იცით რა რაღაც დიდი სითმონარევი უდიდესი გულის ტკივილით. იცით არის ცხოვრებაში ხდება ნამდვილად მისტერიული პროცესები. ეხა წარმოგიდგენიათ სამი გენიოსი და სწორედ ჩემ თაობას ამ სამი სახეობის სიყვარული უშუალოდ უდიდეს ნაწილს სწორედ ამ სამი ადამიანების დაერთო. წყალბურთში ბატონი ვაისელიძე, კალბურთში მიშიკო გორქია და ფეხბურთში რა თქმა უნდა ყიფო. სამივე წახვედით 91 წელს აქტიური სპორტიდან. ნუ ყიფო ოფიციალურად 92-ში, მაგრამ რეალურად 91-ში დაამთავრა. 92-ში ყიფო ვეღარ ითამაშა უკვე ის საშინელის მოტეხილი ფეხი და ის სამივე წახვედით ერთდროულად. ეხლა წარმოგიდგენიათ ჩემი თაობა რა დღეში რომ სამ გენიოს კარგავ და აი სულ დღემდე გვაქვს დაუკმაყოფილებლობის გზნობა. სულ გეძებთ, გონია რომ აი ეს ძეჯავიო ეგრეთ წოდებული რომ კიდევ ნახავ, კიდევ დაბრუნდები, იმიტომ რომ თქვენი დამსახურება ღვაწლი აუწონელია რა, აუწონელია. ბატონობა, მე მინდა აი ამ უდიდესი შრომის და ღვაწლის დამსახურებისთვის საზოგადოების სახელით უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ და გენი არ შეიძლება ხო ოდნავ ჩაიძინა ბიჭებს რო ბძანეთ, მაგრამ აი ხა დათუნასახით აუცილებლად წამოვა. ასე რომ ისელიძეები ჩვენ არაერთ გზის გავგვახარებენ ბატონობას კი. აბა ეხა მე შეგნებულად არ მithქოს და არც ვიტყვი ასექს, ეხა 60 არ მიცემ კაცი, ხო? აი შეხედეთ 60 ნამდვილად არ მიცემ. ისევ ხნედარი, ისევ დაჭმუჭენის ერთ 60-კაც თუ დაჭირდა და ღმერთმა რო დააჭიროს, ღერძელობა და წარმატებები მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და რა ვიცი